გაგაცნობთ 5 ისეთ მედიკამენტს, რომლებთან ერთადაც არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. შეიძლება ახლა თქვენთან უშუალოდ არ დალიოთ, მაგრამ დალიოს თქვათ ოჯახის სხვა წევრმა, თქვათ ბიძამ, მამამ, ძმამ, შვილმა, ვინმემ. ასე რომ ეს ვიდეო ყურადღებით ნახეთ და ასევე გავზარეთ სხვებსაც და თუ ამ მედიკამენტებიდან ერთ-ერთს მაინც სვამს, ამასთან ერთად ალკოჰოლის მიღება სასტიკად არ არის რეკომენდებული. ზოგადად ალკოჰოლის ჩვენი სხეულისთვის ისედაც არ არის კარგი, მაგრამ აი ამ კომბინაციებში შეიძლება იყოს სახიფათო. მაინც რომლებია ესენი? პირველი, ანტიბიოტიკები და აქედან გამოარჩევდი განსაკუთრებით მეტრონიდაზოლს. შეიძლება თქვენ ამ ანტიბიოტიკს სვამდეთ მაგალითად კუჭის ან 12 გუჯასწყურის გამო, გინეკოლოგიური ინფექციების გამო, ნაწლავური პათოლოგიების გამო და ასე შემდეგ. მეტრონიდაზოლთან ერთად ალკოჰოლის მიღება სახიფათოა, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს დისულფირამის მსგავსი რეაქცია. ამას შეიძლება ახდეს გულისრევა, ღებინება, თავის გამოკვეთილი ტკივილი, წნევის ცვლილება და კიდევ ბევრი სხვა. მეორე, ეს არის ტკივილი განუყუჩებელი საშუალებები. ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა, რომ სვამ თუ ის ტკივილს გიყუჩებთ, ესეთი მედიკამენტები და ალკოჰოლი კომბინაციაში ძალიან სახიფათოა. არასტეროიდები ძირითადად იწვევენ კუჭის ორწლოვანი გარსის შეთხელებას და როდესაც ადამიანი ასევე იღებს ალკოჰოლს, ასეთ შემთხვევაში ძალიან მაღალია კუჭიდან სისხლდენის რისკი, თუ პაციენტს უკვე აქვს თქვათ კუჭის პათოლოგიები, განსაკუთრებით თქვათ კუჭის წყული. ან ასევე შეიძლება თქვათ საუბარი იყოს 12 გუჯასწყულზე, აი ამ შემთხვევაშიც ალკოჰოლი და არასტეროიდები ძალიან ცუდი კომბინაციაა. მესამე, ასევე არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება, მაგალითად პარაცეტამოლთან კომბინაციაში. პარაცეტამოლი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ტკივილის მენეჯმენტისთვის, ასევე სიცხის სამართავადაც. აი პარაცეტამოლი და ალკოჰოლი კომბინაციაში ძალიან სახიფათოა ღვიძლისთვის და ძალიან მაღალია ღვიძლის უკმარისობის განვითარების რისკი, თუ თქვენ პარაცეტამოლს დიდი ხნის განმავლობაში სვამთ, ან სვამთ მაღალ დოზებში და პლუს ალკოჰოლსაც. მეოთხე, ეს იქნებოდა ბენზოდიაზეპინები, თქვათ როგორც არის ალპრაზოლამი, დიაზეპამი და კიდევ ბევრი სხვა. ამ მედიკამენტებთან კომბინაციაში ალკოჰოლი იწვევს ცენტრის დათქმულ მუშაობას, მათ შორის სუნთქვის გაძნელებას და გაჩერებასაც კი მძიმე შემთხვევებში, ასე რომ ეს კომბინაცია უკიდურეს სახიფათოა ნევროლოგიური კუთხით. და მეხუთე, ეს არის ანტიდეპრესანტები. თუ თქვენ სვამთ ანტიდეპრესანტებს და პლუს კომბინაციაში ალკოჰოლს, ეს კომბინაცია ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენს გულზე, ძალიან იზრდება არითმიების განვითარების რისკი და არა მხოლოდ არითმიებისა. ასე რომ ყურადღებით იყავით, ალკოჰოლი ამ ჯგუფის პრეპარატებთან ერთად არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. გავუზიარეთ ეს ვიდეო სხვებსაც.